მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელში, რომელში ჩვენი მასპინძელი გახლავთ რეზი ეპიტაშვილი, რომელმაც სახში მოაწყო საოჯახო ტიპის მარანი. აქ მარტო მარანი არ დახვდებათ, აქ დახვდებათ სივრცე გარემო, სადაც არაჩვეულებრივ დროს გაატარებთ და ასევე თქვენ შეგიძლიათ აქ მწვადთან ერთად დააგემოვნოთ რეზის სხვადასხვა სახეობის ღვინოები, ასე რომ გამომყევით და რეზი მოგიყვება მარნის შესახებ ისტორიას. წავედით. პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადო მასპინძლობისთვის. სახში გააკეთე მარანი, ღვინის მარანი, რომელსაც დაარქვი შატო რევაზის მარანი. აქ მარტო შენ მარანი არა გაქვს, ბევრი რაღაცებს აკეთებ, თან ახლა მუშაობის პროცესი მიდის, უფრო საინტერესო არის ეს ჩემთვის, საკუთარ სახში გაქვს ეს გაკეთებული. მოდი, თავიდან მოიყევი, როდიდან დაიწყე ეს, იდეა საიდან დაგებადა და რომელიც წელს დაიწყე ამ ყველაფრის, მოკლედ საძირკვლის და საფუძვლის ჩაკრა. ეს იდეა დაიბადა ადრეულ ბავშვობის ასაკში, ჩემი პაპა რევაზი, რომელიც წურავდა, აყენებდა, ავარგებდა ქვევრში ღვინოს და ვიღებდი მონაწილეობას მეც, შემიყვარდა იქიდან, ბავშვობიდან და შემდგომ 2007 წელს ჩაიყარა საფუძველი ჩემი საკუთარი ბიო ვენახის წარმოებასა და ღვინის ბოქში ჩამოსვლას, ანუ პოპულარიზაციას. მოთხოვნა წამოვიდა ტურისტებიდან და დავიწყე უკვე ტურისტების მიღება. ჩავყარე ქვევრები, გავაკეთე მარანი, თავისი ვენახით ხედებით ყველაფერი და ასე თუ ისე წინსვლა ვავს საკმაოდ, რაზეც მადლობა გვერდს და ეხლა წავწუჩი მშენებლობა არის როგორც აი ხა უნდა წავიდე დამათვალიერებინო, ეხლა მოკლედ დარბაზის პირველი სართული დასრულებულია, სადაც ვავს ანუ აუთენტური მუზეუმით გაკეთებული, სადაც ანუ როგორც ტურისტებს, ასევე ქართველ მომხმარებლებსაც, რომლებსაც შეუძლიათ დაბადების დღე, წვეულება, ბანკეტის გადახდა, წინასწარი შეთანხმებით რა თქმა უნდა. და შემდგომ მეორე საფუძველს გავაკეთებთ. წავიდე დავათვალიეროთ, წავიდეთ მეგობრებო, ეხლა დაგათვალიერებინებთ. კაფე ბარის სტილში არის გაკეთებული რევა? აქ არის, ანუ აქ არის რეალთის 50 კაციანი დარბაზი არის აქ, სადაც ტურისტები მოდიან და სვავთ. სადილობენ, საუზმობენ. საუზმობი, რა თქმა უნდა. და დაბადების გადახდა, ჯვრისება, ბანკეტია, აქ იშლება. ნუ იმ რაოდენობაზე, რაც დარბაზის გათვალისწინებული არის. აღარ გავაკეთე მუზეუმივით, რომელიც ანუ შეიძლება პრობლემოთ შეუძლებლად, სადაც ანუ შეუძლია დაათვალიერებინა რომ ნივთები, რაც შეგვეძლო და რაც შემეძლო გავუკეთებინა რომ აუთენტური სტილი ყოფილიყო ძველი, ქართული ტრადიციული გავაკეთეთ, მაქსიმალური ჩავდეთ, ყოფილიყო აი ეს იდეალურად წარმოჩენილი ქართული ძირძველი ვარიანტი. თუნდაც აი ეს ნიმუში შეგერილია რომელსაც ხერხება პირველ და მოკლედ შეხახალ ქართული არის ერთ-ერთი სახიანი ჩვენი კი. პირველი უცხოური რომ შემოდის და ამას დაინახავს, მოსასწრებელი, ანუ საქმე დაიკიდება ხოლმე დამჭირში და მოხსნილი გვაქვს შედამეტავზე. აქ დეკორაციები ხდება, გადასასვლელი ხიდი. ეხლა ეს რისთვის არის? აქ თევზი უნდა გაუშვა? თევზი კი თავისი, ანუ ფოტოსესიისთვის, გასაგებია. კი, გაკეთდება, სადაც მომხმარებელი მოვა, სურათებს გადაიღებს და ატყუება სიმშვიდეს სიწყნარით, ანუ ხედები გვაქვს რაღაც სასწაული. კი. რა მაინტერესებს, ანუ თქვენ გვერდი გაქვთ თქვენი. აი მომსახურებაში ძირითადად როცა ტურისტები შემოდიან, რას თავაზობთ? ანუ აქ კი ბატონო, ღვინის დეგუსტაცია, მარნის დათვალიერება, სასტუმრო არა გაქვთ. სასტუმრო არ გვაქვს, სასტუმრო არ გვაქვს, იმიტომ რომ ტურისტული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ, ანუ ტურისტები მოყავთ და მიყავთ იმ დღით. ანუ უბრალოდ ათვალიერებენ მარანს, დეგუსტაციას უკეთებენ ღვინოს, საუზმობენ, ვახშმობენ, მიდიან. ძირითადად ანუ მწვადის შეწვა, ღვინის დაგემოვნება. რევას, აქედან იწყება უკვე თქვენი მარანი. შეიძლება რომ კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავათვალიეროთ. აქვს ჩვენ გვაქვს ქვევრები, ჭურები ჩაყრილი, 2 ტონა ნახევრიანები, ანუ 2 წალის აწვერი კი 3 ქვევრი, რომელიც ემსახურება ანუ ყურძის დაწურვას, დადუღებას, დავარგებას. ეხლა გაჩვენებთ ანუ ნიმუში მოხსაგე დალუქული ღვინო, უკვე დავარგებული, აგერ ესე გამზდებული არის. ანუ შუშა აფარია, დალუქულია, კი, გასახსნელია არის.
ანუ მარტის ბოლოს უნდა გაიხსნას. თავის ჭაჭაზე ჭაჭაზე კი ჭაჭის გარეშეც გვაქვს ჭაჭაზეც გვაქვს კი ყველანაირად ანუ ნახევარადევროპული ევროპული ყველაფერი კიდე სადეგუსტაციო ქვევრები გვაქვს სადაც ანუ თქვა თუ იმეს სურვილი აქვს პატარა ქვევრებიც არის კი სადაც ანუ გახსნა ის შეიძლება კი ეს ის დალუქული არის ანუ იქით ორია დალუქული აქეთ ჯერჯერობით ანუ გასავსები გვაქვს გაზაფხულზე დიდი ქვევრი გაიხსნება მერე ნაწილდება უკვე აქეთ. ესე იგი ტურისტი და სტუმარი რომ მოდის დიდი ქვევრის გახსნის მოგროდ შეგვიძლია. კი. მასე მოხადო კი და კი. სასმისით ამოიწონა გასინჯვა ძალიან საინტერესო არის. აქ ხდება ღვინის ფერმენტაცია კი ქვევრიდან შენო ღვინოს თუ გადმოვიღებთ შეგვიძლია გავაჩეროთ სპეციალური უჟანგავი ფოლადის კი დამზადებული ავზებია კი სადაც ანუ ერთად მასა აკეთებს თავის ფერმენტაციას ღვინის დავარგება რასაც ვქვია დაჭინას კი შემდგომ სპეციალურად ანუ ვამუშავებთ ამას და ვასხავთ უკვე ბოთლებში კი რომელიც რეალიზაციისთვის არის ტურისტებისთვის მოხმარებლებისთვის ვინც ანუ დაინტერესებული არიან ჩვენი აქ სხვადასხვა ღვინო გაქვთ ორი სახეობის აქ არის საფერავის ჯიშის ღვინო კაციტელის გვაქვს ანუ ასევე როზე ვარდისფერი ღვინო წესპირულად დაუძვლეთ და ვნახოთ რა გამოვა ეს ყურძენი არის სპეციალური კი ჩვენთან მოდის ნაკოდებში ჩვენთან არა ანუ ყიდულობთ ხოლმე ჩვენ დასავლეთში და მოგვახსახეთ და ასევე გვაქვს ჩვენ უკვე წეს შამპანურის ვარიანტი რომელიც ანუ არ ვიცი საცდილით გავაკეთეთ და ვნახოთ რა გამოვა ჩვენი ქართული მწვანე ანუ კახური მწვანისა და კაციტელის ნაზავი არის რომელიც შამპანური არის და ვნახოთ რა გამოვა. რევას, რამდენი სახეობის ღვინოს ასხავთ ახლა ბოთლებში? ამ წუთში ვასხავ ორი სახეობის ღვინოს, წეს ჩამოვასხავთ 4 სახეობის ღვინოს უკვე. რომ მითხარ რა იქნება? რქაწითელი, საფერავი, როზე, პეტნადი. მეგობრებო, ახლა დეგუსტაცია უნდა გავუკეთო რევაზის ღვინოს. ნამდვილად. რევაზ, კაციტელის ჯიშის ღვინოა, ხო? დიახ, კაციტელის ჯიშის ღვინო არის, ნახევრად ევროპული, ანუ კლერტ გაცლილი რა თქმა უნდა, სადაც ანუ ფილტრაციის გარეშეა, ანუ ბუნებრივად დადუღებული ჭაჭაზე და 6 თვე გაჩერებული. ნიგერ. ინებეთ. ეს შეგობარეთოს შემდეგ მივაწვდით, ხოდახალესთან ახლა. დიახ. სულ იდეალური და გემო როგორი იქნება ნახოთ. დაგუმორჯოს. რევას დაგილოცავ შენ ნაშრომს, ჩემო მეგობარო, წარმატებები ბევრი ვიზიტორი ყოლოდეს, ბევრი სტუმარი ყოლოდეს და ბევრი რეალიზაცია გაგიწიოს შენი ჩამოსხმული ღვინოებისთვის. ზოგადად ვენახის მოვლა პატრონობა ძალიან შრომატევადი და რთული არის და ეს მარტო მოვლა პატრონობაზეც არ არის, ამინზეც არის და დედაბუნებაზე თუ ხელი არ შეუწყო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისეთყვება ვენახები და ყურძენი ნადგურდება და ეს არის ის სასმელი, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს შეინარჩუნა ვაზის და ღვინის სიყვარული. მოკლედ, წარმატებები რევაზის მანას, იხარე და ალბათ მე, გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს მეგობრებო. კარგად ვიყოთ. ეს ახლა ოპერატორს უნდა მივაწოდო. იმედი არ დამიტყვება ჩემი თაზუკა. ვინო არაჩვეულებრივია რევაზ, რა ჭიქით მოდივარ ახლა. აქ პატარა ვინახი აქვე ადგილზე და მშენებლობა მიდის მოდი რომ თან დამათვალიერებინო და დაამატნა სიამოვნებით ეს ფულები რომ მოდიან აქ შეიძლება თველის პერიოდი თუ და ხო პატარა ყურძნის ზაკრების პროცედურას ჩაუტარო და მშვენი უცხოის რა თქმა უნდა კი ეს არის ჩემი ბიო ვინახი სამწუხაროდ ანუ ნახევრის აღება მოგვიწია რადგან ანუ ფართის გამო სივრცე გჭირდებოდა საშუალო მოცულობა მოსავლის ჩვენ მქონდა აქ 2 ტონიდან 2 ტონა ნახევრამდე ბიო ღვინო. ამას ყურზე კი. საინტერესო. მაგრამ ეხლა გავანახებთ და შესაბამისად ნაკლებს სველი თორემ არ აუშვეს. მაგასაც გადავიდოთ სამენაირად, ასე რომ ესე იგი ადგილზე. კი. აქეთ გვაქვს საათონე, კი ყველაფერი. ესე ბუხარიცა გაქვთ თქვენ? კი. ფურნა. პური შეიძლება აქ ადგილზე გამოვა. კი, ადგილზე ყველაფერი კი შეიძლება გახდეს. ტურისტი რომ მოდის პირდაპირ ადგილზე იწვება, ღვინო ქვევრიდან ამოდის. კი, ყველაფერი. რავაჟამიერით
კი და მაგას ვცდილობთ აი დროულად ანუ ჩვენ მარტისთვის ვსად უნდა ვიყოთ როგორც ქართული მომხმარებლებისთვის ასევე ტურისტებისთვის ასწრებ კი აი ხას როგორც ხედავთ კი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შუა სამუშაო პროცესში ვარ აქ რა ხდება ეხლა რაღაც კონსტრუქციები და აქ რა საკეთებ ეხლა ეს რომ ამისა ვერ ვხვდები უბრალოდ საინტერესოა ანუ მოთხოვნი და გამომდინარე ღია სივრცეში ქორწილების გადახდა როცა უნდა თან დაბადების შესრულების ასევე ხელმოწერის ცერემონიალი იქნება ხოლმე ამ ადგილზეც და ლამაზი ვარდებით და მოკლედ სურპრიზად დავუტოვებთ ახლა იქნება დანარჩენი იმიტომ რომ დასრულდება კი ამადის ვენახის ფონზე რა თქმა უნდა კი ეხლა ძალიან პოპულარული არის ახალგაზრდებში სადაც ანუ ჯვრისწილის ცერემონიალებს რო აკეთებენ ვენახის ფონზე მარნის ფონზე კი თავისი ხედით ყველაფრით კი ასევე ვაკეთებ ჩემი ხელით ვაკეთებ ფანტაზ ბატონობასთან აგე აქ ფანტაზი იქნება პატარა თავის პროცედურით ყველაფერს მიმდინარეობს ნენელა წინ რევაზ აი ეს როდის დაასრულებ ამ მარტის შუა რიცხვებისთვის ჩვენ ვზაფხულებით უკვე მომხმარებლების მიღებისთვის ანუ ესე იგი აღდგომების მე აღდგომები რო გადავა მეგობრებო ვინც აპირებთ დაოჯახებას და ქორწილს მოკლედ აქ დახვდებათ არაჩვეულებრივი გარემო ფოტოსესიისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ. ჩვენ ვებგვერდის გვაქვს რევაზი ვაი წერტილი არის, ასევე Facebook-ზე და Instagram-ზე არის, ანუ შატიაო რევაზი, ანუ ამ სახელწოდების დარქმევა ჩემი მანისთვის იყო ჩემი წინაპარი, ანუ ჩემი პაპის სახელი, იმიტომ რომ მის ფუძეს ვაგრძელებთ ჩვენ აქ, ვაგრძელებ და რაზეც ნამდვილად ამაყივარ, მიამაყება და მისი ყოველს ვაცოცხლებ. და ვხედავ იმ მომავალს ჩემ თაობებში და ჩემი შვილების თაობებში და რა თქმა უნდა ჩვენი შვილების თაობებში უნდა გადავცეთ ეს ლამაზი დანატოვარი და ტრადიცია ნამდვილად კი რასაც ანუ წვლილი შემოაქვს ვცდილობ წვლილი შევიტანო რაზეც ბედნიერი ვარ ძალიან ევას უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადო თქვენ მადლობა წარმატება უნდა გისურვო აი ძალიან კარგ საქმეში რომელიც ემსახურები რაღაცა აღნიშნე რომ ვაზი და ღვინო ეს არის ჩვენი ტრადიციის განუყრელი და ჩვენი ცხოვრების ნაწილი ქართველი კაცი ამის გარეშე მეგობრებო არ მეგულება წარმატება შენ ბიზნესს მადლობა მასპინძლობისთვის მეგობრებო დღევანდელი დღე დაგემშვიდობებით ღვინის მადლის და ძალა შეგეწიო თვითონ თქვენთანგანს ასე რომ დროებით კარგად ბრძანდებოდეს გაგვიმარჯოს უყურეს ერთად დროებით